თქვენ აბსოლუტურად სწორად შეამჩნიეთ პროკურატურის განცხადების ეს ასე ვთქვათ ერთგვარი უხერხულობები, როგორც მინიმუმ თუ მკითხავთ. ხომ ბოლო პერიოდის ამ საქმეების ესე ვთქვათ ერთგვარი ანონსის დროს პროკურატურა განსაკუთრებით ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი საქმეები, რაც გახლავთ ხომ და მანამდე იყო მიქაძეებთან ერთად რაღაც დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაზე გვესაუბრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემდეგ იმავე დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა საქმიანობაზე გვესაუბრებოდა პროკურატურა და ეს გახლდათ ესე ვთქვათ ამ კოლ-ცენტრების ასე ვთქვათ ერთგვარი მფარველობა. ხო, შემდეგ ცოტა სხვა განცხადებებსაც მივუბრუნდები და ყველაზე მე თუ მკითხავთ უხერხული როგორც მინიმუმ, იმიტომ ვთქვი სახელმწიფო ბრალდებისგან გახლდათ ის, რომ მათ თქვენს და სხვა ტელეარხებზეც მოусმინე, რომ ბატონი ფარცხალაძის როლი ამ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ აი ამ ასე ვთქვათ საქმეში კოლ-ცენტრები რა არის? ეს არის უკანონო შავი ფულის გენერირება, ხომ? ანუ არალეგიტიმური, არასანქცირებული საქმიანობა, ეს არის დანაშაულებრივი ფული, ასე ვთქვათ, და ვთქვათ ეს დაჯგუფება, როგორც პროკურატურა გვიყვება, აი ამ დანაშაულებრივი ფულს დანაშაულებრივი გზით მოიპოვებდა, რასაც მფარველობდა ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი. ყოფილი გენერალური პროკურორი. ეხლა თქვენ სწორედ შენიშნეთ, აი ეს ყოფილი გენერალური პროკურორი ამ პოზიციაზე გახლდათ სწორია სადღაც 1 თვის განმავლობაში. 2013 წელს იყო 39 დღე. ანუ ნიშნავს რომ 10 წლეული აი მთელ დეკადაზე ქონდა მისი გავლენა გადანაწილებული. ფენომენი სწორედ ამას ნიშნავს რომ ამ ტიპის მმართველობებში, ამ ტიპის ხელისუფლებებში, ამ ტიპის სახელმწიფოებში იქნება აი ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ფენომენები, როგორიც გახლდათ ფარცხალაძის ფენომენი, ხომ? ანუ ჯერ გენერალურ პროკურორამდე როგორ მოვიდა ეს სხვა ამბავია. ჩვენ გვილაპარაკია სხვათა შორის წლების წინ ამ თემაზე, ლამის 8-9 წლის ან 10 წლის წინ, როცა ფარცხალაძე ინიშნებოდა, რა ხდებოდა მაშინ. მახსოვს ძველი ეთერი. პირადად ხო, მე ფარცხალაძის ნომინირება ამ პოზიციაზე უკვე იყო, ასე ვთქვათ, დიაგნოზი ეს ხელისუფლება, როგორი ტიპის ხელისუფლებაც აპირებდა, ასე ვთქვათ, საქმიანობის გაგრძელებას. ამიტომ ძალიან ნიშანდობლივია, რომ აი ეს ფარცხალაძის, აი ეს ხაზი რომ ამდენი წლის მერეც მას ფულს უხდიან იმაში, რომ თურმე სამართალდამცავი ორგანოებმა არ შეაწუხონ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ბიზნესის ოპერირება ქვეყანაში, ხომ? ეს რას ნიშნავს, დიანა, რომ ამ ადამიანის გავლენები გასაგებია დგას ისევ ამ სახელისუფლებო რესურსებზე, ხომ? ეს პროკურატურა გუშინ ხომ ეს პროკურორები გუშინ ხომ არ გაჩნდნენ ამ ქვეყანაში, ხომ? პროკურატურის სისტემა ხომ სულ იყო და პრეტენზიები სულ იყო, რომ სწორედ ფარცხალაძე იყო ის, ვინც არაფორმალურად მმართველობდა პროკურატურას და არა მხოლოდ პროკურატურას, ანუ მისი გავლენები იყო პროკურატურაზე, სასამართლოზე, ფინანსურ პოლიციაზე. ესე იგი, გამოდის რა? ფარცხალაძე ამ სამსახურისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეეწუხებინათ შავი ბიზნესი, ასე ვთქვათ, იღებდა ანაზღაურებას, მაგრამ სახელმწიფო ბრალდებამ რატომ არის ესე ვთქვათ, არ ვიცი რა ტიპის აუდიტორიაზე გათვლილი პროკურატურის ასეთი ბრიფინგები, არ გვიყვება იმას, იქით ანუ რას აკეთებდა ფარცხალაძე, რომ უზრუნველყოფდა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეეწუხებინათ, ესე იგი იქით მხარეს ვინ არის, ხო? მეორე მხარე აუცილებლად უნდა კონდეს ამ მოქმედებებს. ანუ კრიმინალი იყო, შუარგოლი იყო და იქით მხარეს იქით ვინაც აწყობდა ამ საქმეს. რასაკვირველია, იქით ვინ არის? პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ხო, იქით ვინ არის? იქით სახელმწიფოა. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს ფარცხალაძე, კონკრეტულად რახან ფარცხალაძეზე ვსაუბრობთ, ხომ? და მის საკონცო ფიგურა, მე მგონი ბოლო პერიოდში რა ამბებიც ხდება ცნობილი. პროკურატურის მხრიდან, ანუ რომელიმე ტელეეთერიდან კი არა, მაგალითად შაბათის გამოძიებები იყო ბევრი ამ თემაზე და სულ თავადაც ხელისუფლება ამბობდნენ, რომ ეს თქვენ მოიგონეთ და ასე შემდეგ. ახლა თავად აღიარებენ. 14 წელი ვსაუბრობ ამაზე, მაგრამ ამჯერად თავად სახელმწიფო ბრალდება საუბრობს, რომ მისი ფუნქცია თურმე ეს ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო ბრალდებამ ამას ვამბობ. უნდა გვითხრას, იქით ამ ხრიდან ვინ იყო, რა მოქმედებებს უზრუნველყოფდა, ანუ სერვისებს რომ ეწეოდა, ანუ უზრუნველყო რომ ვთქვათ, ფინანსურ პოლიციას არ შეეწუხებინა, უზრუნველყო რომ პროკურატურას არ
იქით ამ მხრიდან ვინ არიან? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში, რაზეც სახელმწიფო ბრალდება არ გვესაუბრება და ყველაზე ცუდი დიანა ამ ამბავში კიდევ რა გახლავთ, იცით? სახელმწიფო ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ ჩვენ არ დავინახოთ, როგორ ხორციელდება ქვეყანაში მართლმსაჯულება. ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა დგას მართლმსაჯულების საჯაროობაზე. ანუ ჩვენ უნდა ვხედავდეთ, როგორ აღესრულება მართლმსაჯულება. ტყუილად არ არის, არაერთხელ ვამბობ ხოლმე ეს ცნობილი გამონათქვამი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსი, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა შეიქმნას აღქმა, რომ ის აღსრულდა. გამიგეთ, არამხოლოდ მარტივენაზე რომ ვთქვა, არამხოლოდ მოსამართლეს უნდა ეგონოს, რომ აღასრულა მართლმსაჯულება, არამედ თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ აღსრულდა მართლმსაჯულება. ევროპული სტანდარტი, ამიტომ მართლმსაჯულებისადმი სრულიად სხვაგვარია. ევროპა მიცის პასუხისმგებლიანი მართლმსაჯულება. მართლმსაჯულების პასუხისმგებლობა არის საზოგადოების წინაშე. პასუხისმგებლიანი ვერ იქნება მართლმსაჯულება, თუ საზოგადოება ვერ ხედავს რა აღესრულება. მე თუ ვერ ვხედავ რა ხდება კედლის იქით, ნდობა არ მაქვს დიანა, მარტივად რომ ვთქვათ და ჩვენმა ხელისუფლებამ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა ამისკენ, ანუ პირველი ის რომ მედია გამოაძევა სასამართლო დარბაზებიდან და ტოტალურად გამოაძევა, ვითომ ის ნორმა კანონში რომ იუსტიციის საბჭოს ნებართვით დაიშვება, ეს არის ფიქცია, იმიტომ რომ არც ერთ პროცესზე მე არ ვიცი. ხოლოდ იყვნენ ბაჩიაშვილზე, რომელიც უნდათ ეჩვენებინათ, რომ აი ინციდენტის შემდეგ როგორ გამოიყურება. ზია ამაღლობელის საქმეზეც კი არც ერთ შემთხვევაში იუსტიციის საბჭომ პასუხის ღირსათაც არ გახადა მედია, ანუ ეს ჩათვალეთ არის მკვდარი ნორმა, ანუ ფიქცია, ტოტალურად დაიხურა დარბაზები. ამას დამატებული ყველა ასეთ პროცესზე და მათ შორის იგივე ეს ფარცხალაძის ახალ ბრალდებას რახან ვსაუბრობდით, ყველა ასეთ პროცესს დამატებით ხურავს სასამართლო. ნახეთ ორმაგი, ერთი რომ მედია გამოაძევეს, არა მარტო დარბაზებიდან ეზოშიც კი კამერა არ დაიშვება, შემდეგ დაიხურა სასამართლოს სხდომის დარბაზები და სასამართლო ჩამოყალიბდა ასეთი ბრჭყალებში რაღაცა ელიტარული კლუბი, ანუ თქვენ ვერ გაიგებთ იქ რა მოხდება, სისტემა ჩაიკეტა და ჩვენ გვეუბნება რომ უნდა დამიჯეროთ. არა და ადამიანებს არ ჯერავთ იმისი, რასაც არ ხედავენ და დემოკრატია რა არის და მათ შორის ევროპული სტანდარტი. ჩვენ პროცესს უნდა ვადევნებდეთ თვალს და არა მხოლოდ გამომცხარ და გამზადებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ სისტემაში ეს დაახლოებით იმას უთანაბრდება, აი, სადღაც ჯურღმულში რომ ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, რა სხვაობაა? მითხარით, სასამართლოს მართლა ქვედა სართულზე ზოგიერთი პროცესები მართლა ჯურღმულებში მიდის ქვედა სართულებზე. რა სხვაობაა, სად მიდის მართლმსაჯულება? სრულიად უხილავია თქვენთვის, სრულიად უჩინარია და ეს ხომ შემთხვევით არ არის. ამითი ხელისუფლებამ შექმნა რა კომფორტი ამ ტიპის მოსამართლეებისთვის და ამ ტიპის სასამართლოსთვის, რომ საზოგადოების ამ ტიპის პროკურორებისთვის, ამ ტიპის მოსამართლეებისთვის, რომ ეს პროცესები იყოს საზოგადოების თვალის და ყურის და მედიის თვალის და ყურის მიღმა, ხომ? ეს გარკვეულწილად რასაკვირველია მათთვის კომფორტია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენმა სასამართლო ხელისუფლებამ პრინციპში თლიანად უარი თქვა, მათ არ აინტერესებთ საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ იქნება თუ არ იქნება. ამის მიმართ ინტერესი აი ამ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად და არა მარტო პროცესის დახურვა, სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ჩანს ამ ხელისუფლებასაც არ აქვს. ანუ ეს ხარკი გაიღეს სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არ დავინახოთ რა ხდება სასამართლო დარბაზებში და ნახეთ, მთელი ჩვენი მართლმსაჯულება რითი ამოიწურება. პროკურატურა დანიშნავს ბრიფინგს, აი ასეთ ცალმხრივ, ზოგჯერ ერთმანეთთან შეუსაბამო რაღაც ინფორმაციებს მოგვაწოდებენ, რაღაც კადრებს გვაჩვენებენ და მორჩა კინო. ამის შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება სასამართლო დარბაზებში და შემდეგ ვხედავთ მხოლოდ გამოცხადებულ სასამართლო გადაწყვეტილებას. ასე იყო მაგალითად ღარიბაშვილის შემთხვევაში და ასევე სხვა მაღალჩინოსნების იყო ბრიფინგი, შემდეგ ნახეთ, ასე ვთქვათ, მანქანა როგორ შედის სასამართლოში, არავინ არ დაგვინახავს, ნახეთ რომ იქ რაღაც საპროცესო შეთანხმება, იყო ბაჩიაშვილის შემთხვევაში ვახსენეთ დღეს შესავალში
4 პროცესი გამართულა იმ დღეს, რადგან მოხდა ეს თქვათ ფორმალის და ეს საპროცესო გარიგება და შემდეგ ისიც გათავისუფლდა. ანუ რაღაცნაირად დახურული ეს თქვათ ფარდის მიღმა მიდის პროცესი და ჩვენ ვიგებთ მხოლოდ შედეგებს. აი ამ გახმაურებულ საქმეებზეც მინდა რომ მკითხოთ, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების მაგალითად ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმება რახან ახსენეთ, ხო? ესაც პროცესის საჯაროობის თემას ეხმიანება და სწორედ აი ჯურგმულებში განხორციელებულ მართვაჯულება რომ ვახსენებ. ნახეთ, კარგად მინდა რომ მსმენელმა გაიგოს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე, როდესაც საუბრობთ ხოლმე და ეს პროკურორების კომენტარები მომისმენია, რომ ჩვენ როგორც კი მოგმართავენ ბრალის აღიარებით და და ზიანის ანაზღაურების სურვილით დავიწყებთ საუბარს საპროცესო შეთანხმებაზე. არა ბატონებო, ეს არ არის საპროცესო შეთანხმება კანონის ენაზე. საპროცესო შეთანხმება რა არის, დიანა? ჯერ პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ არის იძულების იარაღი ადამიანის ნებაზე. ანუ ბაჩიაშვილის შემთხვევა ავიღოთ, ხომ? როდესაც ადამიანმა მოსინჯა ყველაფერი, ხომ? ანუ ჩვენ უყურებდით, ის იბრძოდა და თვლიდა რომ უდანაშაულოა, მეც ვთვლი რომ ის კვალიფიკაცია აბსოლუტურად არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და უკეთეს შემთხვევაში სამოქალაქო დავის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო და ვინ მოიგებდა, ვინ წააგებდა, ეს ცალკე ამბავია და ამაზეც მაქვს ჩემი აზრი. ცალსახად არ იყო ეს სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, მაგრამ მაშინ როდესაც მართლმსაჯულება არ არსებობს და ადამიანს არჩევანი არ რჩება, ადამიანი თანხმდება უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერ ასეთ პირობაზე, მაგრამ კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევა რომ განვიხილოთ და საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რას ნიშნავს, როდესაც საპროცესო ინსტრუმენტები არის პრინციპში ადამიანის ნების დათრგუნვის ინსტრუმენტალიზაციის საშუალებები, ხომ? საპროცესო შეთანხმების არსით არის ის, რომ ამ დროს ხდება პროცესის ეკონომია, დიანა. ანუ არსებითი განხილვის გარეშე სახელმწიფო ბრალდება და ბრალდებული თანხმდებიან ბრალზე და სასჯელზე. და ბრალის აღიარება მხოლოდ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ არსებითი განხილვა არ ხდება საქმის, პროცესის ეკონომიურობა გახლავთ საჯარო ინტერესი, ამ რესურსის დაზოგვა გახლავთ საჯარო ინტერესი და არა დაზარალებულის ფულადი კომპენსირება. ეს შეიძლება დამატებითი პირობა იყოს. ამიტომ როგორც კი საპროცესო შეთანხმებას თქვენ გაიგებთ, რომ მოხდა შემდეგ ეტაპ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი აღარ უნდა იყოს კანონის ენის თანახმად. ისე როგორც ეს იმ ქვეყნებში მოიაზრება, სადაც ეს შეიქმნა და ისე როგორც ეს ამ ქვეყანაშია. როგორც კი ზედა ინსტანციაში პროკურორი საუბრობს, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს უკვე თქვენთვის ნიშანია, რომ აქ სხვა ტიპის გარიგებაზეა საუბარი, იმიტომ რომ ორი განაჩენი უკვე არსებობს. რა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მესაუბრებიან, დიანა, ეს არის ანეკდოტი. გამოძიება დამთავრდა მაშინ, როდესაც საქმე გაიგზავნა სასამართლოში. აღარანაირი თანამშრომლობა გამოძიებასთან ვეღარ მოხდება. ორი განაჩენი დგას. შესაბამისად, გარდა ამისა, ბაჩიაშვილის საქმეში ჩვენ ვიცით, იქ იყო სხვა ბრალდების საქმე, ხომ? მტკვარი ჰესის საქმე, მშობლების მიმართ ბრალდების საქმე. ანუ საპროცესო შეთანხმება რომ ყველაფერი ეს იყო კომპლექტში იმისთვის, რომ იძულება მომხდარიყო პატიმრს. არ არის საპროცესო შეთანხმების საგანი. საპროცესო შეთანხმების საგანი კანონის ენაზე არის მხოლოდ ის, რომ ბრალდება და ბრალდებული თანხმდებიან, რომ მოხდეს პროცესის ეკონომია, არსებითად არ განვიხილოთ საქმე, ამ თვალსაზრისით აღიარებს ბრალს და გამარტივებული წარმოებით დგება განაჩენი. როგორც კი არსებითი განხილვა დასრულდება და პირველი ინსტანციის მოსამართლე ასე ვთქვათ ჩათვიჩს დაარტყავს, იქ დაამთავრდა საპროცესო შეთანხმების ბაზე საუბარი. შემდეგ ინსტანციებში საპროცესო შეთანხმება აღარ ხდება. შემდეგ არის სხვა საპროცესო ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება შეუძლია პროკურატურას, მაგრამ არც ერთ ამ შემთხვევაში პროკურატურა ამას არ იყენებს ხოლმე. ამიტომ იმ ასე ვთქვათ სპიკერების პასუხად მინდა ვთქვა, რომ აი მოვისმინე ასეთი კომენტარები, აი აღიარა და ითანამშრომლა თუ ანუ და ჩვენი მართლმსაჯულების ასე ვთქვათ ის რომ მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არსებობს, თურმე დადასტურდა ამ საპროცესო შეთანხმებით პირიქით. ამ საპროცესო შეთანხმებით დადასტურდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს, რომ საპროცესო ინსტრუმენტები ამ ქვეყანაში
უმრავლეს შემთხვევაში ემსახურება სხვადასხვა ინტერესებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ინტერესებს და თავისთავად ცხადია იმ ადამიანის ინტერესს, რომ ემსახურება და ემსახურება ვის ინტერესებსაც ემსახურებოდა ბაჩიაშვილის შემთხვევაში, თავისთავად ცხადია. ანუ ამ წუთას ვსაუბრობ ფინანსურ ანაზღაურებას ბატონი ივანიშვილის. თუმცა საპროცესო შეთანხმების ანუ საჯარო ინტერესი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაზარალებული ფინანსური ანაზღაურება, რაც არ უნდა დიდ თანხაზე ვსაუბრობდეთ ჩვენ. საჯარო ინტერესი ბრალდებისთვის აქ არის სხვა რამე, კანონში წერია რა არის სხვა რამე, სახელმწიფო ბრალდებამ იცის წესიერების, წესილსინდისიერების და კანონიერების შემთხვევაში, რაც არის სახელმწიფო საჯარო ინტერესი და როგორ უნდა იხმძღვანელოს საპროცესო შეთანხმების რაფორმებისას. ამიტომ ეს პროცესები განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული პროცესები, ხო, ეს ბრიფინგები, სახელმწიფო ბრალდება, ხან ამას გვიყვება, ხან იმას გვიყვება, დახურული პროცესები, დახურულ კარს მიღმა, საპროცესო შეთანხმებები, ბატონი ღარიბაშვილის საპროცესო შეთანხმება სრულიად გაუგებარი, ვერავინ რო ვერ გაიგო 6 მილიონი ნახევარი საიდან მოვიდა მის, ანუ არაფერი არ გითხრა ამაზე სახელმწიფო ბრალდებამ, იმიტომ რომ ფულის რათეთრება რა არის ვიცით, ამ 6 მილიონი ნახევარი რომელიც დევს სახლში ფულის რათეთრების შემადგენლობას ვერ შექმნის დიანა. მაშინ აქ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ. ეს ან სამოხელეო დანაშაულით, ქრთამის გზით მიღებული, ანუ ფულის რათეთრება თავისი არსით რა არის? დანაშაულებრივი ფული, არალეგალური ფული, რომელიცაც ვცდილობ ლეგალურ ბრუნვაში მოაქციო. და არა ის, რომ სახლში შევინახო, სადღაც ბალიშების ქვეშ, ლეიბის ქვეშ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფო ბრალდებამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ისაც არ გვითხრა, რა საქმიანობიდან მოსული ფულია ეს. რაღაცა იქ დატოვეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაცა ბიზნეს საქმიანობიდან მოსული ფულია, რომელი ბიზნესიდან მოსული ფულია, რა ლეგალური შემოსავალია, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესის ლეგალური შემოსავალი რა ხავთ რა? დივიდენდი. ვინ მიიღო 6.5 დივიდენდი, რომელიც აღმოჩნდა, ვთქვათ, ბატონი ყოფილი პრემიერის საცხოვრებელ სახლში და არაერთი ამდაგვარი კითხვა იგივე კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გაიხსენეთ პროკურატურის პირველი ბრიფინგი და ბოლო ბრიფინგზეც იგივე თქვეს, რომ ამ ქვეყანაში ფუნქციონირებდა თურმე 10-ობით კოლ-ცენტრი, ასეთი ტექსტი ჰქონდა პროკურატურას და მათი მცირე ნაწილს მფარველობდა ფარცხალაძე. და იმ უდიდეს ნაწილს ვინ მფარველობდა დიანა. თუ მცირე ნაწილსაც მფარველად ჭირდება ფარცხალაძე, მანამდე ეს თქვეს ბატონ ლილუაშვილზე, თუ მცირე ნაწილსაც ჭირდება, აი უდიდესი ნაწილის მფარველები ვინ არიან? თუმცა თქვეს რომ უდიდესი 10-ობით უდიდესი სხვა კოლ-ცენტრის რაღაც შემოსავლები, რაღაცა ტელევიზიების დაფინანსებისთვის მიემართებოდნენ ამდაგვარი განცხადება გააკეთეს, მაგრამ ეს არ გითხრეს. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? რამდენი კოლ-ცენტრის საქმე მოგისმენიათ ამ ქვეყანაში? მოგისმენიათ რომელიმე კოლ-ცენტრი ამ კონკრეტული აი რაღაც თემაზე ზოგადი საუბრის გარდა, საერთოდ არც ერთი ან დალუქული კოლ-ცენტრი არ გვინახავს. ასეთ მიცემული ადამიანები გინახავთ? აი კოლ-ცენტრი, ცოცხალი ადამიანები, ვინც რომელიმე ასე ვთქვათ კოლ-ცენტრში საქმიანობდნენ. მით უმეტეს 10-ობით იყო ასეთიო, სახელმწიფო ბრალდება გვეუბნება და მცირე ნაწილს ფარცხალაძე ასე ვთქვათ ზედამხედველობდა და უდიდეს ნაწილს ვინ ზედამხედველობდა და ვინ ასე ვთქვათ მფარველობდა ამ ქვეყანაში. ამაზე არაფერი არ უთქვა სახელმწიფო ბრალდებას. აი ამ ტიპის მართლმსაჯულება მივიღეთ. ზოგადად ფარცხალაძეს ამ ტიპის გავლენა როგორ ექნებოდა, ასე ვთქვათ, მას თავისით არ მოიპოვება, ამის მწვანე ქონდა როგორ ჩანს და მთელი ეს წლები, იმიტომ რომ ისე იმდენი საქმე ხდება საჯარო ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა მხრიდან არის, როცა ფარცხალაძე ახდენდა უშუალოდ ან სასამართლოზე, ან კონკრეტულ საქმეზე რაღაც ტიპის გავლენას, ის იყო რაღაცნაირი სახელმწიფოში და ბოლოს ჩანს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ სრულიად სურათი შეიცვალა, ანუ ეს რამდენად თვალსაჩინოა. დიახ, სწორედ გუშინ ვუსმინე ჩემი კოლეგა, რომელიც საუბრობდა სხვა საქმეებზე, სადაც ფარცხალაძის მეცადინეობით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანები მისცეს პასუხისგებაში და ვთქვათ, ახლა ეს ჩვენ ვინც ამ პროფესიაში ვართ, ჩვენთვის უცხო არ არის და ეს ამბები სულ ვიცით ამ წლების განმავლობაში. დიახ, თავისთავად ცხადია, ეს ფარცხალაძის ასე ვთქვათ, ზებუნებრივი უნარები არ არის, დიანა, რასაკვირველია, ეს
ასე ვთქვათ, გავლენები მას დიახ მიცემული ქონდა სწორედ აი ამ ტიპის მართლობის გამო და ამ ტიპის მართლობის წესია ეს არაფორმალური მართლობა. ამ ქვეყანაში არაფორმალური მართველი, ასე ვთქვათ, მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის. ასეთი არაფორმალური მართველი პროკურატურაზე ამ წლების განმავლობაში მოიაზრებოდა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბატონი ფარცხალაძე. არა მხოლოდ პროკურატურაზე, ასე ვთქვათ, ხო, იქ ფინანსური პოლიცია ვახსენე, სასამართლო ვახსენე, სასამართლოზე არაერთხელ მისაუბრია, რომ ასე ვთქვათ, სასამართლოს ამ ტიპის სასამართლოს ჩამოყალიბებაში ბატონი ფარცხალაძის დამსახურება ბჭყალებში ცხადია დიდი იყო. ამიტომ მისი გავლენები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ასეთი შავი საქმიანობის და შავი ფულის, ასე ვთქვათ, მფარველობისთვის, რატომ არ მოდიან თქვენთან, რატომ არ მოდიან ჩემთან, რატომ არ მოდიან სხვაგან, მიდიან იმ ადამიანთან, ვისაც აქვს ამ ტიპის გავლენები. ამ ტიპის გავლენები სახელმწიფოს მონაწილეობის ხელდასხმის გარეშე არ ხდება, ამდენი იცის პატარა ბავშვმაც ამ ქვეყანაში, ხომ? ამიტომ ამ სახელმწიფომ შექმნა ამ ტიპის მართლობა, რომელსაც ეხლა, ასე ვთქვათ, გვიყლებიან, რომ ამ ტიპის მართლობის შედეგად ფარცხალაძე თურმე ჩამოყალიბდა იმ ტიპის, ასე ვთქვათ, დამნაშავედ, რომელიც რაღაცა დამნაშავეთა სამყაროს ლიდერად მოიაზრებოდა, თურმე რაღაცა შეკვეთებს ღებულობდა ადამიანების მკვლელობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამავე საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრა პროკურატურამ, რომელიც ბოლომდე არ გახსნა კარტი, რომ თურმე ბიზნესთან დაკავშირებით რაღაცა უთანხმოება მოუვიდა მას ბატონ ჯანგველაძესთან და მე მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, რა ტიპის ლეგალური ბიზნესი ქონდა ბატონ ფარცხალაძეს ამ ქვეყანაში, მე არ ვიცი ასეთი დიანა. რა ტიპის ბიზნეს საქმიანობიდან წამოსულ დავას ემსხვერპლა, ვთქვათ, ეს ადამიანი. ერთი რომ მას ქონდა ამ ტიპის კონფლიქტიო და ამასთან დამატებული მან მიიღო შეკვეთა სხვისგანო. ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა პროკურატურამ. ერთი რომ არ გვითხრა, რა ტიპის ბიზნეს საქმიანობასთან იყო დაკავშირებული ეს კონფლიქტი და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რაღაცა უკანონო, ასე ვთქვათ, ჩარევები ბიზნესში და უკანონო ბიზნეს საქმიანობა, იმიტომ რომ მე მისი ლეგიტიმური ბიზნეს საქმიანობა ამ ქვეყანაში არ ვიცი. თუ არა, ესაც უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ბიზნესი ვერ გაიყვეს, სად მოხდა ამ ტიპის. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის ის პლასტი, სადაც კონფლიქტები ხდება სახელმწიფოს მიღმა და მე იცით ახლა სასამართლოს და ასე ვთქვათ ეზოში რაც ხდებოდა ეს საგანგაშო სურათი იყო ამდენი პოლიციელი ბიზნესებს იყოფენ და ვერ იყოფენ რა გავლენის სფეროებს ვერ იყოფენ ასე ვთქვათ და ასევე გამოძიება არ გითხრა რომ ერთი რომ მას ჰქონდა ეს და პრობლემა ასე ვთქვათ ბატონ ჯანგველაძესთან და ამას დამატებული მან მიიღო თურმე ვიღაცისგან შეკვეთა და აი ეს ვიღაცა ვინ არის დიანა. არასოდეს არ უთქვავს პროკურატურას, თუმცა ამ ტიპის განცხადება გააკეთა მანამ პრესკონფერენციაზე. მოკლედ, ანუ ეხლა ცხადია რომ ფარცხალაძის გავლენები, ესე ვთქვათ, შესუსტდა კი არა პირიქით განსასჯელის, ესე ვთქვათ, მიდის პროცესი მასზე და შეკვეთის მკვლელობაში და აი ამ კრიმინალური კოლცენტრების და მთელი თაღლითური სქემების მფარველობაში ედება ბრალი, მაგრამ ტოვებს კი პროკურატურა აი ამ ბრიფინგებით, რომელიც აღქმას ტოვებს პრინციპში, რომ რაღაცა იხსნება, რაღაცა პროაქტიულ რეჟიმშია, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ ახლა რა კითხვებზეც ლაპარაკობ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც არახილული მართლმსაჯულება მიდის. დიახ, დიანა, ჩვენ როგორც არ ვიცით, ასე ვთქვათ, რაზე იდგა ვიცით ფარცხალაძის ძალაუფლება, მაგრამ რატომ ქონდა მას ეს ძალაუფლება, ეს არ ვიცით, ასე ვთქვათ, რატომ შეიძლებოდა ქონოდა ნორმალურ სახელმწიფოში, იმ სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზაციაზე, თორე უამრავი ტიპის სახელმწიფო არსებობს, ეს ძალაუფლება რატომ ქონდა, ჩვენ არც ის ვიცით. მან ვინც მას მიანიჭა ეს ძალაუფლება, ერთ დღეს მანვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შემოეცალა მისგან ეს ძალაუფლება. ამიტომ და გარდა ამისა, ამაში რომ დამარწმუნოს მე ერთი ადამიანი პროკურატურა
ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და გამოძიების ორგანოებმა მათ უნდა, არ ვიცი, აღიარონ, დაგვარწმუნონ, რომ მთელი ამდენი წლის განმავლობაში, აი 2013 წლის ბოლოს გადადგა ხო ფარცხალაძე იქიდან ვიდრე დღემდე, სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურას, უშიშროებას ეძინათ უბრალოდ. ეძინათ ხართ-ეძოზე. არაფერი არ იცოდნენ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. არც კოლ-ცენტრების ამბავი იცოდნენ, არც ეს დანაშაულებრივი ჯგუფები იცოდნენ, არც იმას ღებულობდნენ, რომ აქ რაღაცა ვიღაცებს ქუჩაში კლავდნენ და გაუხსნელი რჩებოდა ეს დანაშაულება. არაფერი არ იცოდნენ და საერთოდ ფარცხალაძეზე გაგონილი არ ქონდათ და ეხლა თუ ამას საღათმოაზროვნე ადამიანი დაიჯერებს, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მთელ სამართალდამცავ სტრუქტურებს არასოდეს არაფერი არ იცოდნენ და ეძინათ და დღეს გაიღვიძეს, აი ეხლა გაიდეს, ეხლა გაიდეს პირველად. და ასე ვთქვათ, გააკეთეს სამართლებრივი რეაქცია, მაშინ ხო, ეხლა მაშინ ვიღაცა დაიჯერებს. საჭიროა სრული სურათისთვის, საჭიროა, არ არის საკმარისი ყოველ შემთხვევაში იმაზე ლაპარაკი, რომ ფარცხალაძე იფარავდა ამ კრიმინალურ ბიზნესს, ვთქვათ, სამართალდამცავებისგან, ამ პროცესს ჭირდებოდა მეორე მხარე და სრული სურათისთვის უნდა გვითხრან, ვინ არის ის ადამიანები, ვისთანაც ახერხებდა ფარცხალაძე ამ კრიმინალის დაცვას. ჩვენ უნდა დაგვანახონ სახელმწიფო როგორ ეთანამშრომლებოდა ფარცხალაძეს. აი მაშინ დავინახავთ სახელმწიფო რას აკეთებდა, სახელმწიფო როგორ უგორებდა კოჭს. ან არ უგორებდა, იმიტომ რომ ცალმხრივად ამას ფარცხალაძე ვერ იზავდა, ლამაზი თვალებისთვის მას ამ ფულს რო არ უხდიდნენ დიანა, ამაზე ხა ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ და არ ვისაუბრებთ ხომ? მას აქ თანხებს ამ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, არ ვიცი როგორც სახელმწიფო ბრალდებამ ბრძანა რაღაცა იმ თანხების 20%-ს უხდიდნენ, მაგრამ ეს ალბათ არის, არ ვიცი, სხვაში წვეთი, ალბათ ფარცხალაძის, ასე ვთქვათ, აქტივებიდან და როგორც მინიმუმ დღეს გამოძიებამ კეთილსინდისიერება რომ დაგვანახოს, ფარცხალაძის ყველა აქტივი უნდა იძიებდეს, საიდან დააგროვდა ამ ადამიანის აქტივები დიანა. არც ერთ საჯარო, როგორც გენერალური პროკურორები, ადრეც მithქვამს, ასე ვთქვათ, დიდ ბიზნესებში ვერ მიდიან, ეს გამორიცხული ამბავია. ანუ როგორც გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ თურმე უნიკალური თვისებები აქვს ბიზნესის კეთების და გაუგებარი წარმოშობის, ასე ვთქვათ, ბიზნეს იმპერიის აშენებას იწყებს, ხადია კითხვები მაშინვე ჩდება და ვთქვათ, არაერთი ასეთი გადაცემა იყო ისევ, ასე ვთქვათ, თქვენი ჟურნალისტური გამოძიების ეთერებში. ამიტომ პროკურატურა, როგორც მინიმუმ, ხომ, რომ გვარწმუნებდეს, რომ აი დღეს გაიღვიძა და აქამდე არაფერი არ იცოდა, ბატონი ფარცხალაძის ყველა აქტივის წარმომავლობიდან უნდა იწყებდეს, მისი ყველა ქმედების გამოძიებას და მერწმუნეთ, ალბათ ეს ძალიან დიდი რაოდენობა დაგროვდება ასეთი საქმეების და მისი გავლენების გამო არაერთი საქმის ბედი რომ იცვლებოდა გამოძიებაში და სასამართლოში ასეთი საქმეები არაერთი იციან ადვოკატებმა, ჩემმა კოლეგებმა, არაერთი ასეთი საქმე არსებობს, ასე ვთქვათ, რა რესურსებით, ასე ვთქვათ, რა დამხმარე, ასე ვთქვათ, იყო ეხა ბოლოს ლუტეციას საქმეზე, სადაც ვის წილზეც დაობენ იმას თავს დაესხნენ, თავად ყვებოდა რომ ეს იყო ფარცხალაძის. მერწმუნეთ ზღვაში წვეთია დიანა. ეს თავისთავად მისი სხვა შემთხვევაში მისი ასეთი, ასე ვთქვათ, შეუზღუდავი ძალაუფლება ასე ჰაერიდან არ მოვიდოდა. ანუ ეს ფარცხალაძის ეს ფენომენი შექმნა აი ამ სისტემამ. სხვანაირად ფარცხალაძე, აი ეს ფენომენი, ფარცხალაძე ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც რაღაც დანაშაულებრივი დაჯგუფების, ასე ვთქვათ, ლიდერია, უპირობო ლიდერიო ეს სიტყვა გამოიყენა თან მაშინ, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უპირობო ლიდერია დანაშაულებრივი დაჯგუფების, რაღაცა მკვლელობების შემკვეთი ორგანიზატორი გახლავთ, დანაშაულებრივი ბიზნესები აქვს, რაღაცა დანაშაულებრივი რაღაცა გავლენის სფეროები და ეტყობა მისი გავლენის სფეროში, როგორც კი ვინმე შემოიჭრა, აი ასე დაასრულა სიცოცხლე, ამ შემთხვევაში დიდი ეჭვი მაქვს, ასე იყო ალბათ ეს საქმე სხვანაირად ვერ იქნებოდა და ამის თქმა მინდა ფარცხალაძე, ბატონი ფარცხალაძე, რა ვიცი, მანამდეც იმ ხელისუფლების პირობებშიც, ვთქვათ, რაღაცა პოზიცია ეკავა სამართალდამცავ სტრუქტურებში, მაგრამ არაცილებია მისი, ასე ვთქვათ, პოზიცია იმ რანგს პოლიციაში მუშაობს. ეხლა ეს არა იმიტომ, რომ კომპლიმენტი იმ ხელისუფლებას, არა, უბრალოდ ასეთი ტიპის ჩინოვნიკები
თავისთავად ვერ ხდებიან დიანა ამ რაღაცების ჩამდენი, თუ სახელმწიფოს არ სურს, რომ შექმნას აი ასეთი ტიპის რგოლები, რომლებიც ისევ სახელმწიფოს მეშვეობით ჩადიან არაერთ ასეთ უკანონო. დიდი მადლობა.